გოგოებო, ჩემს მერე გაიმეორეთ. ხელებს წევწებოთ. დანიელა ჩამოგვა, კიდევ ერთხელ. ახლა კი მეორე ხელით, ასე. და ქვემოთ ლამაზად ჩავდივართ. კაფედან გავაგდებდი უკვე, მაგრამ რა ვქნა, კარგ ტიპებს ტოვებენ. აი, შეიძლება ბაყაყებთან ერთად ვიცეკვო? რა დროს ცეკვაა პიცა, უნდა ვიმუშაოთ, პიცა, ვიმუშაოთ. გასაგებია, კარგი. ეს ცირკი რა არის? რაიანს მართლა გონია, რომ ამ ბაყაყებით მაეჭვიანებს? კარგი რა. პიცა ეს რა ტკბილეული მომიტანე რა, მომიტანე ზეფირი. ჯული კითხვას აღარ მორჩები და მელაპარაკე, ერთად დროს საერთოდ აღარ ვატარებთ. პროვასტი, ეს ფარაონი ძალიან მიყვარს. ჯული, რა ფარაონები და მელაპარაკე. პროვასტი, ახლა ვკითხულობ ტუტანხამონის შესახებ. ჯული, რა ტუტანხამონი? პროვასტი, ვკითხულობ აქ, შენ ტუტანხამონი ვითხარ, ჩემი ფარაონი. გოგოებო, აბა სიკეთისკენ ცვლილება ხომ არ შეგიმჩნევიათ? ხო, რაც დაწყნარდა ეს მოღალატე, ყველაფერი კარგად არის. ხო, არანაირი წერილი, ყველაფერი მშვიდადაა. გოგოებო, იქნებ მოღალატე მისწავლა ჭკუა და მიხვდა რომ არ არის სწორი. ან იქნებ მიხვდა რომ არ ვაპატიებდით არასდროს. მე ამბოხეები მოდიან, დიმა იცოდე დახმარება აღარ შეთავაზო. კოსტა მე თავი დამანებო. აბა მე ამბოხეებმა იპოვეს ეს მოღალატე? ხო, მართლა მე ამბოხეებო, როგორ მიდის საქმე? წვანე მოღალატემ უკან დაიხია. ჩვენი შავი დღეები დასრულდა. ყველაფერი ძველებურადაა. და ჩვენზე აღარ გაიცინოთ, გასაგებია? დიმა, შენ არ იცინი? საათისფერო არ არის სასაცილო. იპოვეს მოღალატე მე ამბოხეებმა, რა გაცილებს? არ ვიცი, პატრიკ, მგონი ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ამბობენ. ბავშვებო, შეხედეთ, ჩემი ბროვასტი ფარაონს გავს, ნახეთ. გამარჯობა, აი, 5 მილკშეიკი. კიდე ესენი მოვიდნენ, არ გამიკვირდება რაიანი ამათაც რომ ასწავლიდეს ცეკვას, იმიტომ რომ ბაყაყებს ჩემზე არანაირი გავლენა არ აქვთ. გოგოებო, ახლა 5 წუთიანი დასვენება ავიღოთ, მილკშეიკები დავლიოთ, ენერგიაზე მოვიდეთ და ისევ გავაგრძელოთ ცეკვა. მე ამბოხეებო, იპოვეთ მოღალატე? სტელა, ვერ ხედავ, ყველა ისევ აქ არის, არავინ არ გაუგდიათ. ხო, რაც უფრო დიდი ხანი ეძებენ, უფრო სუსტდებიან და ჩვენ ვძლიერდებით. იქნებ მერი არის მოღალატე? გაჩუნდით ბაყაყებო, არანაირი მოღალატე აღარ არის. ლეილა, არ გინდა რომ ცეკვაში შემოგვიერთდე. რაიან, თუ გგონია რომ შენი და ბაყაყების ერთად ცეკვა ჩემზე რამე გავლენას ახდენს, ძალიან ცდები. ლეილა, რას გულისხმობ? რაც გაიგე, პიცა, მადლობა ჩაისთვის. მიდი. მივდივარ. ნეტა უფლებას მაძლევდე ვიცეკვო. რაიან, არ გინდა რომ სკოლის შემდეგ ცეკვის გაკვეთილები ჩამიტარო? არა. დამღალეს ამ ბაყაყებმა. კარგი არ მიაქციო ყურადღება ამ გომბეშვებს შურთ რომ კარგად ვართ. მე ამბოხეებო, ბურგერი ხომ არ გინდათ წერილით? ვხედავ ძალიან ერთობი პიცაა რა, არ გინდა რომ რამე გიყიდო? კარგი, ნასტია, დაწყნარდი, ახლა ყველაფერი კარგად არის ჩვენთან. ხო, შეგიძლია დაიტოვო ეგ ბურგერიც და წერილიც. მომისმინე პიცა არანაირი მოღალატე აღარ ყავს. გაიგონეთ, მოღალატე აღარ არის. წერილი უკვე 2 დღე არ ყოფილა. მოღალატე მიხვდა რაც ელოდებოდა. კარგი, დამთავრდა, აღარანაირი პრობლემები, აღარანაირი მოღალატე. მომისმინე ნასტია, მერე ვისაუბრებთ. ხო, ვისაუბრებთ. ნასტია, დაწყნარდი. გოგოებო, დაამთავრეთ თქვენი მილკშეიკები, წავიდეთ, გამოვიცვალოთ და ვივარჯიშოთ. ისე ვივარჯიშოთ, როგორც არ გვივარჯიშია არასდროს. რაიან, დავისვენეთ, ვიცეკვოთ? წადი, ცეკვა აღარ იქნება. უცნაურია. დიმა! მოიცადეთ, ავალაგებ ახლავე. კარგი, და რაც შეიძლება სწრაფად კაკაო და ზეფირი მინდა. გასაგებია, აი ეს კაკაო და ზეფირი მწვანეს. არ მჯერა რომ ამოხეებმა პრობლემა მართლა მოაგვარეს, ჩემი აზრით დახმარება ჭირდებათ. დიმა! ხო, მეცაც ვფიქრობ, გვატყუებენ, რომ კარგ ხასიათზე არიან, თორე ისევ მოღალატეზე ფიქრობენ. კოსტა, მე ამოხეებს დახმარება შევთავაზოთ. მე ამბოხებო, ხედავ რომ რაც უფრო ხშირად მოდის ეს თქვენი საიდუმლოები, უფრო და უფრო უარესდება, არა? მე ამბოხების საიდუმლოების საშინელება. საათისფერო ეს არ უნდა გექნა. მე ამბოხებო, მართლა დახმარება თუ გჭირდებათ, გითხარით, მოღალატის საბოლოოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ვა, კოსტა, დიანა, მოღალატეს მეც ვიპოვე, უბრალოდ მითხარი და დაგეხმარები. დიმა, ბაყაყებო, თქვენს ადგილას რომ ვიყო, არ გავიცინებდი. ხო, უნდა ტიროდეთ. ხო, ვთქვით რომ მოღალატე დანებდა, თუ ეს სიტყვა არ გესმით, შემიძლია დაგიმარცვლოთ. დანებდა. არანაირი საიდუმლო, არანაირი წერილი. ხო, და ბაყაყებო, უნდა გეშინოდეთ ახლა მე ამბოხეების. მე ამბოხეები მაგრები არიან.
კოსტა, დიმა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ გვინდა დახმარება და მწვანე ნუნერვილობ, შენი დიმაც არ მჭირდება. შენი დახმარება არ მჭირდება. რას გულისხმობენ? აი, გაიგე, შენი აზრით იპოვეს მე მოღალატე? იცი, მიამოხების პრობლემები ჩვენი საქმე არ არის. ვფიქრობ, რომ მოღალატე შენი ყოფილი ნასიაა. პიცა დაწყარდი და ნასიას თავი დაანებე. ის არ არის მოღალატე. ტიმურ გეუბნები, ეს მიამოხები თავს დაიფასებენ და ბოლოს ისევ ჩვენთან დაბრუნდებიან. სმაილ, არ დაბრუნდებიან და არც გვაპატიებენ. და შენ ისე წინააღმდეგები ხო გეუბნები, რომ გვაპატიებენ და დაგვიბრუნდებიან. მე კიდე გეუბნები, რომ მათი დაბრუნების შანსი არ არის და უკვე უნდა დაივიწყო. გონი მე უკეთესად ვიცი და საერთოდ დაგენიძლევები, რომ დაბრუნდებიან. სმაილ, დანიძლევება გინდა? კარგი, მოდი. კარგი, და რაზე? კარგი, მოდი ეს შენი ავტოგრაფიანი კალათბურთის ბურთი იყოს. ხო იცი რომელიც ოთახში რო გიკიდია. კარგი, ხო, მაქს, მოდი. მეგობრებო, მე უკვე საერთოდ აღარ მადარდებს მე ამბოხეები შეგვირიგდებიან თუ არა, ამ გვაპატიებენ თუ არა. დღეს საღამოს თუ მე ყველაფერს არ მებატიებს, უკვე გომბაშოსთან დავბრუნდები. მაქს რა მაქს, რამდენჯერ ვთხოვეთ პატიება და გვაიგნორებენ. დახმარება ჩავთავაზეთ და ეგეც არ უნდათ. მეც დავიღალე ყველაფრით. კარგი, მაქს, დაწყარდი, ერთხელაც ვთხოვეთ გოგოებს პატიება და ყველაფერი კარგად იქნება. მაქს, შემთხვევით ხო არ დანებდი, რა ხდება? არ ვიცი მეგობრებო, უბრალოდ ჩემთვის მე ამბოხეები მორჩა, მათი დევნით უკვე დავიღალე. მოიცადე მაქს, ხوار დაგავიწყდა, ჩვენ კალათბურთელები ვართ და არასდროს არ ვნებდებით, ყოველთვის ჯგუფი ვართ. შემდეგი რას ვაკეთებთ? გეტყვი შემდეგი რაც არის, თუ მაქსი ასე მარტივად დაანებდება შეყვარებულისთვის ბრძოლას, მაშინ შეუძლია კალათბურთსაც თავი დაანებოს. მაქს, ამას გააკეთებ, ყველაფერს წყალში ჩაგვეყრი. მეგობრებო, კალათბურთი ამასთან საერთოდ რა შუაშია, უბრალოდ ურთიერთობებით დავიღალე. სმაილ, რა ბავშვო, მიდი რა მეუთხარი. მაქს, შენ თუ ასე მარტივად ნებდები, შენი ადგილი ჯგუფში მართლა არ არის. ხო, შენთვის შემცვლელის პოვნა მოგვიწევს. ოჩახ მეგობრებო, ესე იგი თუ არ მინდა ჩილიდერებთან, თუ მე ამოხეებთან, არ ვიცი მათ რა დაუძახო ვიყო, ესე იგი კალათბურთელიც აღარ ვარ. მაქს, ნამდვილი ჯგუფი ყოველთვის ერთადაა. ხო, მაქს და ჩვენი მე ამოხეებისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. გოგოებო, არავის არ მიაქციოთ ყურადღება, უბრალოდ ჩვენ რომ კარგად ვართ, ბევრს არ უხარია ამ სკოლაში, რატომღაც არ ვიცი. ხო, დიანა, უბრალოდ უნდა დავივიწყოთ სხვა ყველა და თუ ვინმე რამე სიტყვის ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი არ გვესმის. ხო, დამღალეს უკვე. გოგოებო, შეხედეთ. დიანა, ახლა შენია. საიდუმლო, ნახვამდის? გოგოებო, ხო ხედავთ, მოღალატე არ დაწყნარებულოთ, ყույლი იყო. გაოცებული ვარ. აი ეს რა, ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყება. კიდევ კარგი, ჩემი საიდუმლო არ არის, ამას მართლა ვერ გავუძლებდი. დიანა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? რას ფიქრობ? ვინ შეიძლება იყოს? იცით რა, დღეს ყველა ვნახე, ლუზერები, ბაყაყები, ფეხბურთელები, რაიანი, ლეილა და გავიაზრე რომ აუცილებლად ეს მოღალატე ჩვენშია, მე ამბოხებში. ხო, ყველა ვიცით რომ მოღალატე არ ვარ. ვინ არის? ვინ შეიძლება იყოს? არა მგონია ოდესმე გავიგოთ ვინ არის ეს მოღალატე, ძალიან დამაბნეველია ყველაფერი. ხო გოგოებო, რთულია, მაგრამ დამაბნეველი არ არის. ძალიან უნდა ამ ვიღაცას რომ ჩვენი გუნდი დაშალოს. იცით რა, ძალიან დავიღალე და გთავაზობთ რომ ახლავე აღიაროს ამ მოღალატემ. იქნებ თუ აღიარებს მართლა დავფიქრდეთ და ვაპატიოთ. მიდით. ხო, რომელი თქვენგანია მოღალატე? აღიარეთ ახლავე. Yana, დაწყნარდი, შენ ხარ? რა, მე? ეგ საერთოდ როგორი ფიქრე? მე არ ვარ მოღალატე, დამთავრდა. იცი რა, არ მჯერა შენი. ხო, Yana, რაღაც არც მე არ მჯერა. გოგოებო, ჩხუბი არ გვინდა, ჩემი აზრით მოღალატე მიამბოხი არ არის. ან იქნებ კნოპა. საკმარისია, აი, თუ არ უნდა აღიაროს ამ მოღალატეს, კიდევ ერთი გამოსავალია. და რა გამოსავალი? Yana, მე მგონი მართლა იმუშავებს. ჩემი აზრით სიცრუის დეტექტორი უნდა გამოვიყენოთ. მასკოტ, მაგის ჯერა? ეგ საერთოდ არ არის გამოსავალი. ხო, ტყუილის დეტექტორი ჩვენი მეთოდი არ არის. Diana, მითხარი რა მოიფიქრე? Diana, მგონი მოღალატეს ისეთ რაღაც უნდა შესთავაზო, რაზეც უარს ვერ იტყვის. ხო, მაგალითად ვარდისფერი ჩანთა. გოგოებო, მოღალატე სულელი არ არის, არაფერს დათანხმდება. თქვენი აზრით ამას ვინმე აღიარებს? ზუსტად, არავინ არ აღიარებს, ამიტომაც გვჭირდება დახმარება. ვისი დახმარება? რას ფიქრობთ, ვინ არის ამ სკოლაში ყველაზე ჩუმი? არა, Diana, მე კარგად ვიცნობ, ისეთ რაღაცას გააკეთებს, რომ დავიშლებით და ვირთხა გავხდები ისევ, ეს ნამდვილად არ მინდა. მოიცადე ლეილა? ზუსტად, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ლეილა მართლა დაგვეხმარება. Diana, ჩემი აზრით მას შენი დახმარება არ ჭირდება. Diana, ჩვენ საერთოდ არ მოვწონო ვართ. ხო, Diana, ცუდი იდეაა. ხედავ, ყველა მაგის წინააღმდეგია.
არა გოგოებო, უნდა ვიპოვოთ ეს მოღალატე. ამიტომაც ლეილას ისეთ რაღაცას ვეტყვი, რაზეც უარს ვერ მეტყვის. რატომ დგავართ, წავედით. გაკვეთილი გვაქვს. მალე. დიანა, 10 ჯერ დავფიქრდებოდი შენს ადგილას. ხო დიანა, რამე სისულელე არ გააკეთო, ლეილას ვერ ვენდობით, ხო ვერ გვიტანს. ვერ წარმოვიდგენ სკოლაში რა მოხდება. მეგობრებო, მომისმინეთ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის თემა გვაქვს, თუ როგორ ცვლის დრო ყველაფერს. მასწავლებელო მაიკ, არ ფიქრობთ, რომ ვიღაც არ არის გაკვეთილზე? მე ამბოხეები. კარგი გასაგებია, ისინი ყველა მოღალატეს ეძებენ. დიმა, მიდი და ისინი მოიყვანე. დიანას დაურეკო? ხო, დიანას და ნასიას კლასში 2 მეამბოხე გვყავს. სხვადასხვა მასწავლებელო მაიკ, მე ამბოხეებმა თქვეს, რომ აღარ ყავთ მოღალატე. ხო, აღარ ამჟღავნებენ. კარგი მასწავლებელო მაიკ, წავალ. წადი უბრალოდ. კარგი მეგობრებო, მოვრჩეთ. დიმა, მიდი შენ წადი და ნასია და დიანა მოიყვანე. ლეილა. რაიან, შენთან საუბარი არ მინდა. მოკლედ, მეგობრებო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეგობარი შეიძლება მტერი გახდეს, შეიძლება იპოვო, დაკარგო. მასწავლებელო მაიკ, მოვიდნენ. გოგოებო, გასაგებია, რომ მოღალატე გყავდა ყველაფერი, მაგრამ ამან თქვენ სწავლას ხელი არ უნდა შეუშალოს. მასწავლებელო მაიკ, მადლობა რომ გაიგეთ. დიანა, დაწყნარდი, იქნებ ვიღაც სხვამ გვეხუმრა, ცუდი ხუმრობა იყო იქნება უბრალოდ. დამშვიდდი. მეგობრებო, როულები გახსენით და ყველაფერი ჩაიწერეთ. აი, როული დამრჩა და შეიძლება მე შენი როული წავიღო. და ფურცლებს ვერ იშოვი, თამაში ახალ ლეველზე გადავდივარ. ნასია, ეს რა არის? ლეილას მიეცი. გამომართვი. მეგობრებო, სათაური დააწერეთ და ყველაფერი ჩაიწერეთ, რასაც ვიტყვით, თორემ მალე ტესტი მოვა და მე დაიწყებთ მასწავლებელო მაიკ და მოუწყდა. მეგობრებო, ფოკუსირდით. ვიწერთ მასწავლებელო მაიკ, ვიწერთ. მიუხედავად იმისა, რომ დიანას ვერ ვიტან, ამ შანსს არ გამოვტოვებ არანაირად. შენია, ეს დაინახე? ხო, დავინახე. გოგოებო, ჟურნალისტი ელაპარაკებოდა მე ამბოხებს? დაინახე დიანა როგორი გაბრაზებული შემოვიდა. არა, კარგად იყო. არა, კარების სახეში მოვიხურა. ეტყობა რაღაც პრობლემა აქვს. რა პრობლემა აქვს? ხო თქვენს რომ მოღალატე გამქრალია. არა, მოღალატე საიდუმლოებს ისევ ამხელს. ფეხბურთელებო შეიძლება თქვენი როულები ავიღო. ხო, როგორ არა ახლავე. კოსტა, რა. მოკლედ მეგობრებო, მალე დასვენება იწყება. ჩვენ აქ ვიქნებით, მე ამბოხეები გამოვლენ და საუკეთესოს ვეცდებით როგორ პატიო. კარგი, მაგრამ ნედაკნობაც აქ იყოს, ძალიან ბევრჯერ ვთხოვდი პატიებას და უცლებად მოპატიებდა. მაქს, რა? ხო ჩვენთან ხარ? არ ვიცი. მაქს. გოგოებო, უნდა ვილაპარაკოთ. სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ. ხო, მაქს? გოგოებო, თქვენს ადგილას რომ ვიყო, საერთოდ არ დაველაპარაკებოდი. ვეთანხმები. ბიჭებო, რა გინდათ? ახლა პრობლემები გვაქვს და თქვენთვის დრო არ გვაქვს. მაქს, შენი სახე ჩემს თანდასწრებით არც მაჩვენო საერთოდ. მეგობრებო, ეს გაიგონეთ? მაქს, დაწყარდი, გოგოებო, თქვენი დახმარება მართლა გვინდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიგოთ თქვენ ინფორმაციას ვინ ავრცელებს. არ მჯერა. ხო, მისმინეს მართლა რომ გინდოდეს ჩვენი დახმარება, აქ არიდგებოდი და შენს მეგობრებთან არ ისაუბრებდი. რამეს გააკეთებდი? ხო, იქნებ დაგეჭირათ ეს მოღალატე. მაქს. ორჩა მეგობრებო, მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. მაქს, დატოვებას არ გირჩევდი. ხო, ხედავ, აღარ უნდა ჩვენთან ყოფნა. კარგით ბიჭებო, მორჩა. ახლა საქმე გვაქვს. ნახვამდის ბიჭებო. გოგოებო, დიანა სადა? არ ვიცი, ყველას გითხრა რომ გასახდელში მოვსულიყავით. ეს არ მომწონს. გოგოებო, დიანამ ლეილას რაღაც წერილი გადააწოდა კლასში. წერილი? ღმერთო ჩემო, თუ ლეილა ჩაერთვება, მართლა შარში ვიქნებით. მგონი ლეილა არ დათანხმებულა დიანას და მაგიტომ არ არის დიანა აქ. ხო, მართალია. შეიძლება. შვენიერია, ყველა აქ ხართ. აბა, რატომ არ აღიარებთ, ვინ არის აქ მოღალატე? თუ ჩემი მეთოდები უნდა გამოვიყენო მაინც და მაინც. კარგი, ჟურნალისტი ლეილა დამთანხმდა. ღმერთო ჩემო, არც მინდა წარმოვიდგინო რა შესთავაზა დიანამ. რაც არ უნდა იყოს, ალბათ ზვერიანია. დიანა, ეს არ არის საჭირო, არა. ჟურნალისტის ასევე ვირთხის ჩართვა მე ამბოხეების საქმეში ძალიან ცუდი იდეაა. სხვა გზა არ დამიტოვეთ, არ უნდა რომ აღიაროს ამ მოღალატეს, ამიტომ ლეილა დაგვეხმარება. კარგი, მასკოტ, მე ამბოხეებო, მგონი ყველა ძალიან კარგად მიცნობთ, არა? იანა, უბრალოდ არ შეხედო თვალებში არ შეხედო. აბა, კიდევ ერთხელ გიკითხავთ, იქნებ აღიაროს ამ მოღალატემ. დიანა არც ერთი არ აღიარებს არაფერს და ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ ხომ გახსოვს, რაზე შევთანხმდით?
კი ლეილა, ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვთქვით. ხო დიანა, ვიპოვით ამ მოღალატეს და იანა დაუბრუნდება. ვირთხებს როგორც ძველად იყო. ანჯარა გახსენი ძალიან ცხელა. ლეილა ამას თუ ამბობს, ესე იგი პრობლემა გვაქვს. ჯანდაბა, რაში არის საჭირო ეს მოღალატეობა თუ რაც არის? და მე თუ გავცივდი და არ მოვედი სკოლაში, ეგრევე ჩემზე იფიქრებთ, ხო? დამშვიდით, ლეილა არის სკოლის ჟურნალისტი, ასევე ვირთხა, უცბად გადაჭრის ამ პრობლემას. ხო დიანა, ამ მოღალატის სახელს იპოვი შენს კარადაში თეთრ კონვერტში. კონვერტში? თეთრ კონვერტში. კარგი ლეილა, შევთანხმდით. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლავე უნდა გავიგო ვინ არის ეს მოღალატე. იქნებ თქვენ იცით, ვის ფიქრობთ, აბა მაინც დაწერეთ. კარგი, ახლა უნდა წავიდე. კარგად. ამ ლეილასგან ყველაფერს უნდა მოველოდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ვირთხა ჩემს სახელს დაწერდა, იმიტომ რომ გამომაგდოს აქედან და მე ისე ვირთხა ვიყო. დარწმუნებული არ ვარ მე, იანა. ჩემი სახელი მანდ არ იქნება.